ათონის მთა, Xenophontis წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი. მონასტერი დააარსა ხისმა Xenophonტემ, რომელიც მოხსენიებულია ათანასის ლავრის, დიდი ლავრის დამაარსებლის წმინდა ათანასის ცხოვრებაში. მისი ძმა თეოდორი განიკონოვსკის Xenophontes მონასტერი მე-10 საუკუნეშია დაარსებული. მდებარეობს დოქიარსა და პანტელეიმონის მონასტრებს შორის. ტაძარში სხვა სიწმინდებთან ერთად, მონაწილეებთან ერთად საპია დაბრძანებულია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები. ვიმყოფებით მონასტრის ტერიტორიაზე, აი მთავარ ტაძარს ხედავთ, რომელიც მოგვიანებით უკვე 19 საუკუნეში აგებული 1809-1819 წლებში მიტროპოლიტ თეოფილეს სახსრებით. მიტროპოლიტმა თეოფილემ დაუტოვა საკუთარი კათედრა, საეპისკოპოსო კათედრა და სიცოცხლის ბოლო წლები Xenophontis მონასტერში გაატარა. საერთოდ ითვლება, რომ ეს ახალი ტაძარი ათონის ტაძრებს შორის ყველაზე დიდი არის. ეს უკვე ტაძარში ვიმყოფებით შიგნით. წმინდა ნაწილები არის გამომცანებული და აი პირველ რიგში ეს არის, თქვენ ხედავთ, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი. ასე გამოიყურება ტაძარი. ეს კი მონასტრის წმინდები, წმინდა გიორგის და წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილები. ხედავთ თქვენ. ეს კი უკვე წმინდა გიორგის ხატები, რომელიც ასევე მონასტერში არის დაბრძანებული.